ნინო ბურჯანაძემ რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებთან დახურული მოლაპარაკებების შესახებ პირველი კომენტარი დღეს დილით გააკეთა. ვარ ჩამოსული რუსეთში იმისათვის რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესი. ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესი ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა გახდეს სტაბილური, არ არსებობს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს თემა, რომელზეც არ შეიძლება ლაპარაკი და გამოსავლის ძიება იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობები იქნება დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე. შეცდომა არის მხოლოდ ის, როდესაც შენ იქცევი ისე, რომ კარგავ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს და ეს შეცდომა კი არა დადაშაულია, რაც გააკეთა ჩვენმა პრეზიდენტმა. შეცდომა არის ის, როდესაც ხმამაღალი განცხადებებით და ანტირუსული ისტერიით რეალურად აკეთებ რუსულ საქმეს და კეტავ ყველა გზას იმისათვის, რომ რეალურად მოლაპარაკებების გზით მოაგვარო ის პრობლემები, რაც შენს ქვეყანას აწუხებს. ჩემი ამოცანა არ იყო აქ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება და გულზე მჯიღის ცემა. ნინო ბურჯანაძე კი ვლადიმერ პუტინს მოროზოვის სასახლეში გუშინ საღამოს 1 საათის განმავლობაში ესაუბრებოდა. მედია შეხვედრის პირველ 5 წუთს დაესწრო, სადაც ბურჯანაძე მხოლოდ ურთიერთობების აღდგენაზე ესაუბრა, თუმცა არ უხსენებია ცხინვალის სოხუმი და ოკუპაცია. ეს იყო პეტერბურგში უთხრა პუტინმა ბურჯანაძეს და მათი ბოლო შეხვედრაც გაახსენა. რუსეთის პრემიერმა პარლამენტის ექს-თავმჯდომარეს კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება შესთავაზა და თქვა, რომ ითანამშრომლებს მთელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან მოქმედი პრეზიდენტის გარდა. ეხარია თქვენი ნახვა, დიდი ხანია გიცნობ, თუმცა ბევრი დრო გავიდა, რაც ბოლოს გნახეთ. მე მგონი ეს იყო პეტერბურგში ერთ-ერთ ღონისძიებაზე. ამ დროს ჩვენს ქვეყნებს შორის მძიმე და დრამატული მოვლენები მოხდა. ამის მიუხედავად თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობისთვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან. მოხურულები ვართ მოსკოვში მიგიღოთ როგორც ერთ-ერთი პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი. მზად ვართ ურთიერთობა განმავითაროთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და რასაკვირველია მთლიანად ქართულ ხალხთან. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ის ადამიანები, ვისთანაც ვერ ავაწყეთ ურთიერთობა და მეტიც მათი პოლიტიკის წყალობით მივიღეთ ის ტრაგედია, რაც წელიწადმოწმის წინ მოხდა. მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ხალხის დახმარებით, ვისაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა უნდა, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობები კრიზისამდე დონეზე დავაბრუნოთ და მომავლისაკენ გავიხედოთ. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთი საქართველოს საზღვარზე გაიხსნა გამშვები პუნქტი. ჩვენის გავარემონტეთ და პრაქტიკულად ახალი ობიექტია, რომელიც ქმნის კარგ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს და ადამიანებს შორის პირდაპირ კონტაქტის საშუალებას. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ პირველი და სიმბოლური აქტია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განახლებაში. გითანხმებით, რომ სამწუხაროდ ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხში შევიდა. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალს ვიპოვით. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ინტერესებში შედის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება. ეს აუცილებელია რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის, ასევე ჩვენი ხალხის ნორმალური განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება გზები და საშუალებები, რათა ეს ურთიერთობები გაწევასწორდეს. ეს ადვილი არ იქნება, ეს კარგად მესმის, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის, ასევე თქვენი ხალხის და თქვენი ქვეყნის ინტერესია. სწორედ ამიტომაცაა საჭირო ამის გაკეთება. ეს ყველა მოქალაქის, განსაკუთრებით პოლიტიკოსების ვალია. ამ რთულ სიტუაციაში ხალხის ყოფის შემსუბუქება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე უნდა განვიხილოთ.